არაფორმალური განათლება და რისი მომცემია ის ადამიანისათვის. დავიწყოთ. ხო, არაფორმალური განათლება, როგორც ის ფორმალური განათლება, ემსახურება იმას, რომ ადამიანის განვითარებას, ან ინდივიდის განვითარებას, ხო, განვითარებას და გათავისუფლებას პრინციპში. არაფორმალური განათლება პრინციპში არის სხვადასხვა კომპონენტების ერთობლიობა, როგორც თეორიული ცოდნების მიცემა, ასევე პრაქტიკული უნარების გამომუშავება. ანუ ხანდახან აი ჩვენ ვიჭედებით როგორც საზოგადოება იმაში, რომ რაღაცებს გვასწავლიან, მაგრამ არ ვიცით ეს როგორ გამოვიყენოთ. არაფორმალური განათლება კიდევ დაახლოებით ცოტა თეორიას გასწავლიან და პრაქტიკას გაკეთებინებენ, მაგრამ ხანდახან პირიქითაც, ანუ პრაქტიკულად გაკეთებინებენ, გასწავლიან და ხდების იგივე. ლაქებიც გაქვს, ჩავარდნები გაქვს, ამაში გეხმარება არაფორმალური განათლება, მაგრამ ალტერნატივა ფორმალურის არ არის, ამაზე შევთანხმდეთ, ესეც გავუმართოთ. ხო, რა თქმა უნდა, ანუ ამაზე პრინციპში გეთანხმებით. ხო, დანამატებაზე ძალიან მე მგონი აღარ არის სადავო თემა, რამდენიმე წლის წინ დავუნა, რომელი ჯობია. ხა ეს შედარების საგან ჩემი აზრით არ არის. ანუ არაფორმალური განათლება ჩემთვის არის შესაძლებლობა იმისთვის, რომ თავისუფალ გარემოში მიიღო და განვითარდე ეს რესურსები. მაგალითად სკოლა ვერ აძლევს. ახლა მithumetes საქართველოში სკოლა არის რაღაცა ყაზარმა დაახლოებით რა. ანუ სადაც არა ინდივიდების ინტერესები გათვალისწინებული, არამედ სისტემაში სვავს ამ ინდივიდებს. და არაფორმალური განათლება სისტემის გარშემო, ინდივიდის გარშემო აგებს სისტემას. ანუ ძალიან ფოკუსირებული არის თითოეული ადამიანის ბავშვის დასრულის საჭიროებებზე და გაცილებით შედეგიც ხანდახან უფრო სწრაფად არის ხოლმე, იმიტომ რომ ანუ პრინციპში ხო ყველას ძალიან გვიყვარს ესეც, ანუ ჩვენ გარშემო ფოკუსირდებიან ხოლმე რა და ესეც არის ძალიან კაი შესაძლებლობა, რომ მოქნილობა არის უფრო ჩარჩოებში. და უფრო მიყვება, თქვათ, სიახლეებს, უფრო მეტი შესაძლებლობაა, თქვათ, ყოველდღე რაღაც ახალი ხდება, ახალი გამოგონება, ახალი კვლევა და თქვათ, აკადემიურ სივრცეში, სკოლებში და უნივერსიტეტებში რთულია, თქვათ, ეს სასწავლო პროგრამა შეცვალა უცებ და გადააწყო, მაგრამ არაფორმალური ამის საშუალებას იძლევა და ამით არის მისასალმებელი და მართვის ფორმაც უფრო დემოკრატიულია, იმიტომ რომ ნახეთ, სიუჟეტში თვითონ არიან ორგანიზატორები პროცესი არის, ხო? მენეჯერულ უნარებსაც გინვითარებთ. ნანა, მოდი ორგანიზაციაზე გადავიდეთ, რომელიც სიღნაღელმა სტუდენტებმა დაახლოებით 4 წლის წინ დააარსეს, ხო? რა მიმართულებით არის თქვენი კოალიცია? ანუ ჩვენი ხო 2011 წელი იყო, როცა ჩვენც აიქ როგორც სიუჟეტში ამბობდნენ, ჩვენც წამოვედით სასწავლებლად თბილისში მე და ჩემი მეგობრებიც და ანუ ბევრსაც არ გვინდოდა მაინც და მაინც უკან დაბრუნება, იმიტომ რომ როგორც გარიყულას ჩვენთან ძალიან რთული მდგომარეობა. არც არავის არ ვამტყუნებ დღეს უკვე ვინც სოფლიდან გარბის, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს როგორც საზოგადოება და როგორც სახელმწიფო არ ვეხმარებით იმისთვის, რომ კარგად ვიყოთ იქ სადაც ვართ და ამიტომ როცა ვწუწუნებთ ხოლმე რომ თბილისი თავკომბალა, ჩვენ თვითონ გავხადეთ თავკომბალა, იმიტომ რომ რესურსებს ყველაფერს არ უნაწილებთ რეგიონებს. და ხო და ჯერ რომ ჩამოვედით იქ სოფლიდან აქ თბილისში და მივხვდით რომ ძალიან კაი ცხოვრება, ანუ შედარებით თან სწავლა, უკეთესი ხო შედარებით. მეტი შესაძლებლობებია, ხო, ვიდრე სოფელში. მე რაღაცა ესეთი მე მგონი სინდისის ამბავი იყო, რომ ანუ ჩვენ რაც არ გქონდა და ეხა ბავშვები დარჩნენ ჩვენ რომ წამოვედით პატარები ჩვენზე, რომელსაც ასევე არ აქვთ და ისინი ვიღაცას დაადანაშაულებენ როგორც ჩვენ და მოდით მაშინ თქვით რომ 2011 წელს რომ აი მოდი არ ვიცოდით რა იყო ორგანიზაცია საერთოდ რაღაცა და ჩვენი ჯიბის ფული რაც გვაქვს ხაჭაპურსის ლობენზე შევაგროვოთ და რაღაც არაფორმალური განათლება ესეთი ელემენტები შევიტანოთ. ანუ სკოლის მიღმა რაღაცა განათლებები და უნარები მივცეთ ამ ახალგაზრდებს და დავიწყოთ 2011-ში და აი იმხელა რომ პირველი აქტივობა იყო ჩვენი სხვათა შორის დასუფთავების აქცია იყო და იმიტომ რომ ყველაზე იაფი და რაღაცა კონცერტი. იმდენი მოვიდა, აღარ მიდიოდნენ საერთოდ, ანუ ხო გავასუფთავთ რაღაცა და მე კონცერტი გავაკეთეთ. ანუ მაშინ დავინახეთ როგორ ძალიან გვჭირდება ერთმანეთთან გაზიარება და ერთმანეთის გაზიარებით სწავლა, იმიტომ რომ ჩემი აზრით იმაზე მეც რასაც შევეგვიძლია ჩვენ ერთმანეთს ვასწავლოთ და ერთმანეთის უნარებიც გავუზიაროთ, ხანდახან რომელსაც არ ვაფასებთ ხოლმე როგორც საზოგადოების წევრები ერთმანეთის უნარებს და ესე არ ვაერთებთ ერთმანეთთან, სკოლაში შეიძლება რომ ვერ მოგცენ რა, იმიტომ რომ იქ გასწავლიან
რაღაც თეორიებს და ძალიან იშვიათი აღმოჩნდება ხოლმე ესეთი ჭკვიანი, რომ ეს თეორია პრაქტიკულად გამოიყენოს ცხოვრებაში. ნანა, ამ სამოქალაქო ბაზაზე არის დაარსებული ცოდნის კაფე, ესეთი სოციალური საწარმო, რომელიც მახსოვს და გვახსოვს ჩვენ კომუნიკატორში ვაშუქებდით ძალიან ბევრი იბრძოლეთ. სივრცისთვის იბრძოლეთ. კი ბატონო. საინტერესოა დღეს როგორ განათლებას აძლევს ეს ცოდნის კაფე და თუ არის ინტერესი წნურის მოსახლეობისთვის? ხო, ნანა, საბოლოოდ პრინციპში კარგი იდეები იმარჯვებენ ხოლმე და ესეც არის მაგალითი. ანუ ცოდნის კაფე არის, ანუ ესეთი სივრცე, რომელიც აერთიანებს მულტიმედია ბიბლიოთეკას, ანუ თანამედროვე წიგნებს, კომპიუტერებს, რომელიც სხვა შორის სამაჯარო ბიბლიოთეკამ გადმოგვცა, ასევე წიგნის მაღაზიას, რომელიც ჩვენ მუნიციპალიტეტში არ არსებობდა, თან ყველაზე დაბალფასებად, იმიტომ რომ საოცარი გამომცემლობები აღმოაჩნდნენ ამ ჩვენ ქვეყანას, ნუ რამდენიმეს გამოკლებით, ასევე აერთიანებს არაფორმალური განათლების ცენტრი და კაფეს. ანუ რას აკეთებს ახლა ეს არაფორმალური განათლების ცენტრი ჩვენთან? ანუ ესეთი სივრცეები, როგორცაც პრინციპში, როგორიც არის ცოდნის კაფეში, ძალიან ესეთი ნაკლებობას განიცდის რეგიონი. ძირითადად არის ანუ ესეთი სკოლა, რომელიცშიც გაქვს ქცევის კოდექსი, როგორ არ უნდა მოიქცე. ჩვენთან შეგიძლია დაჯდე, დაწვე, წაიკითხო, რანაირადაც გინდა ისე მიიღო განათლება. ასევე დავიწყოთ ამ კვირაში ტრენინგების ესე იგი დიდი მოდულის განხორციელება იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, რომლებიც ასევე ამ პარტნიორები აღმოჩნდნენ. და ასევე ჩვენ ეს სივრცის მიმართ ბევრი ჭკვიანი ადამიანი იჩენს ინიციატივას, რაც ძალიან გვიხარდა და გვთავაზობენ თავიანთი უნარები, რომ ჩამეტენ და გაუზიარონ. აი მაგალითად იუსტიციის სამინისტრო რა თემაზე აკეთებს? ეს არის ახალგაზრდა ციკლი არის პიროვნულ განვითარებაზე, დროის მართვაზე, კონფლიქტის მართვაზე და ხო და გუშინ მე სამწუხაროდ ვერ ვესწრებოდი, უშუალოდ გუშინ დაიწყო და ხო, ინტერესი არის, ანუ სულ არიან დიდებიც და პატარებიც და იმდენ მადლობებს იხდიან ხოლმე, რომ რაღაცა ეს ძალიან ესეცაც არ ვარ, წიგნებსაც ძალიან მოულოდნელად ბევრს ყიდულობენ და ხო და ოღონდ სახელმწიფო ამის საჭიროებას ადგილობრივი თვითმმართველობა უფრო სამწუხაროდ ვერ ხედავს, იმიტომ რომ აი არაფრთხილ განათლებაზე ალბათ იმას ცოტას ელაპარაკებოდნენ ადგილობრივ თავზე. ხო და აი ხო ქონია თქვენ საუბარი მაგალითად, აი თუნდაც აი ოდესაც იმ ეტაპზე იყავით, როდესაც სივრცეს ეძებდით, ხო, ამ კაფისთვის. რას ამბობენ, რას პასუხობენ, როდესაც ეუბნებით, რომ უსაბუთებთ, რომ ეს საჭიროა, რას პასუხობენ, რა არგუმენტები აქვთ, რომ არის პრიორიტეტი ბიუჯეტში არის გათვალისწინებული ესეთი. ხო, ანუ ჩვენ ვითხოვდით ფართს, ანუ უბრალოდ თუნდაც დანგრეულ კედლებს ვითხოვდით, იმისთვის, რომ ეს სივრცე გავგეკეთებინა. ახლა გამოვიდა, რომ ეს სივრცე გავგეკეთებთ კომერციულ ფართში, ვიქრევთ თვეში 1000 ლარს ვიხდით, რაც კატასტროფულად ძვირია ჩვენთვის. ხო და ანუ რას პასუხობდნენ არგუმენტები, რა თქმა უნდა, ბევრია ის, რომ ფართი არ აქვს და ასე შემდეგ. აი თქვენ წარმოგიდგენიათ რეგიონში ამდენი საბჭოთა შენობები, რომლებიც არის მიტოვებული და ანუ ფაქტობრივად გამოსდეგარი არ იყო. ანუ ესე პირდაპირ არ ამბობდნენ, მაგრამ მე როგორც მოქალაქე სულ მაქვს ხოლმე შიში, რომ ჩვენ ანუ ჯერ იქამდე დიდები არ ვართ, რომ დავინახოთ, რომ განათლებული ადამიანები საშიშები კი არ არიან. პირიქით შეიძლება ძალიან ბევრი რამე გააკეთო მასთან ერთად და ძალიან ახალი სამყარო შექმნა ეს შენი თავისუფლებისთვის და მე მგონია, რომ მუნიციპალურ დონეზე ძალიან ეშინიათ დამოუკიდებელი ჯგუფების, ანუ აბსოლუტური დამოუკიდებლობა ვისაც აქვს და რომელიც არც ერთ პოლიტიკურ ასე ვთქვათ პარტიას თუ რაღაცას ეს არ უჭერენ ხარს რა, ანუ ეს ძალიან აშინებთ ხოლმე წინა ხელისუფლებასაც ეხლაც და იმედი რომ გავიზდებით და აი ხო შეიძლება გზაში ფიქრობდი ეს ამერიკის არჩევებს რო ყვებდი, რომ ანუ თუ კი ერთ ტრამპმა მოიგო და მე მგონი არ ვიცი, მოკლედ არ ვიცი საბოლოო მოიგო სამწუხაროდ. ხო, ანუ ეს არის პრინციპში საზოგადოებამ წააგო, ხო და ჩვენთანაც რა ანუ როგორც მოხდა საზოგადოება ვაგებს ზუსტად იმიტომ რომ არ გვაქვს კარგი განათლება და მარტო სკოლა ჯერჯერობით ვერ აძლევს ამ განათლებას რა და ჩემს მგონია რომ ჩვენი როგორც მოქალაქეებს, აი თქვენ მაგათაც თქვენი უნარების, ანუ გაზიარება ერთადერთი გამოსავალი რომ ჩვენ როგორც ადამიანები გავიზარდოთ, გავთავისუფლდეთ და ბედნიერები ვიყოთ. კი, რა თქმა უნდა, მედიაც მნიშვნელოვანი მედიუმია არაფორმალური განათლების გადაცემაში და რასაც გამოგვიჭირდება ამ წამოწყებას განვითარება და იმედია რომ დონორები გამოჩნდებიან, რომლებიც დაგეხმარებიან ფინანსურად. დიდი მადლობა. მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო სამოქალაქო ინიციატივის თანადამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი, საუბრობდით არაფორმალურ განათლებაზე და მის კონკრეტულ პროექტზე. დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ახლა კი შეგვიძლია